მოცემულია მაგალითი 378-ს მივუმატოთ 459. ქვეშ მიწერით ეს ასე ჩაიწერება. ერთეულის ქვეშ ვწერთ ერთეულს. ათეულის ქვეშ კი ათეულს. ასეულის თანრიგის ციფრის ქვეშ კი იწერება მეორე რიცხვის ასეულის თანრიგის ციფრი. შევკრიბოთ ჯერ ერთეულები. 8-ს მივუმატოთ 9. არის 17. 7 იწერება ერთეულების ქვეშ. 1-ს კი ვიმახსოვრებთ. დამახსოვრებული 1 თავზე დავაწეროთ ათეულების თანრიგების რიცხვს 7-ს. ახლა შევკრიბოთ ათეულების თანრიგის რიცხვები 1, 7 და 5. 1-ს მივუმატოთ 7 არის 8, 8-ს მივუმატოთ 5 არის 13. 3-ს ვწერთ იმ თანრიგის ქვეშ, რომელი თანრიგის რიცხვებით შევკრიბეთ და 1-ს ვიმახსოვრებთ და ვაწერთ თავზე ასეულების თანრიგს. ახლა შევკრიბოთ ასეულების თანრიგის რიცხვები. 1-ს მივუმატოთ 3 არის 4, 4-ს მივუმატოთ 4 არის 8 და დავწეროთ ქვეშ. 378-ს მივუმატოთ 459 არის 827. ახლა 765-ს მივუმატოთ 387. შევკრიბოთ ერთეულები. 5-ს მივუმატოთ 7 არის 12. 2-ს ვწერთ ერთეულების ქვეშ და ერთ ათეულს ვიმახსოვრებთ და ვწერთ ათეულების თანრიგის თავზე. შევკრიბოთ ათეულები. 1-ს მივუმატოთ 6 არის 7, 7-ს მივუმატოთ 8 15. 15-დან 5 ერთეული იწერება ქვეშ, ერთი ათეული უნდა დავიმახსოვროთ და დავაწეროთ თავზე ასეულებს. შევკრიბოთ ასეულები. 7-ს მივუმატოთ 3 არის 10, დამახსოვრებული 1-იც არის 11. 11-დან ერთ ერთეულს ვწერთ ასეულების თანრიგის ქვეშ, ერთ ათეულს ვწერთ ათასეულების თანრიგში, რადგან უკვე დავასრულეთ შეკრება. მაშასე 765-ს მივუმატოთ 387 არის 1152. ახლა დამოუკიდებლად შეკრიბე 482 და 586. თუ ვერ შეძლებ, ვიდეოს თავიდან უყურე. გისურვებ წარმატებებს.